დილამ შვიდობისა, ნაშვებით როგორ ხართ? ძმა გუშინ კი ნახეთ უკვე, მაგრამ დღესაც შეაფასეთ, როგორ მოგწონთ. გუშინ მქონდა დასვენების დღე. წავედით ზღვაზე, მე თეკუნა, ოთუნა და ანტონია. იქ დადიან ხოლმე ფერადკანიანი ქალები. და ესე შოულობენ ფულს. გეკეთებენ ნაწნავებს. 30 евро დაჭდა ეს. ეს მე თვითონ ავიწია, ასეთ არის კუდია, ნაწნავების და მამძიმებს ძალიან და ეს მირჩენი. ესე მქონდეს. მეძინა ძალიან ცოტა მეძინა. გამომილავს ოდილიდან. გუშინ დაიწყო თეკუნა მუშაობა. და ოთუნას მარტო ეძინა საწოლში. მე ჩემს ოთახში და ღამე მესმის ტირილი ღამე არა უკვე გამთენია იყო. ოთუნა ტიროდა ძალიან. ოთუნას მარტო არასდროს არ უძინია ან თეკლასთან ერთად ძინავს და ან საბასთან ერთად. გავედი და მეთქი რატო ტირით ეთიკო რა მოხდა და მარტო ვარო სახლში მარტო დამტოვეთა და ისე ცუდად ვიგრძენი თავი. მე უწექით ოთუნასთან ერთად დავიძინე. ძალიან ტიროდა, აი ძალიან ტიროდა. მეთქი შენ მარტო როგორ დაგტოვებ ეთიკო რა სიძა. დაგტოვებ მარტო თქო და არ. პატარა ძონძის კუკლა არის. გუშინ უნდა და თეკუნასთან დარჩენა სამსახურში. ფაქტიურად დარჩა მე ვიფიქრე გავალ ერთ კურსს მოვარტყავ თქო. რაღაცა ბენდი ყავდათ ჩამოყვანილი აქ საფხულში სულ ესე ყოველ საღამოს მართება რაღაც კონცერტის პონტები. ხოიო. გავედი ადგილი არ იყო, ყველა ადგილი დაკავებული იყო, ყველა ბარები გადავსებული იყო. ვიყიდე ერთი ლუდი და მოვედი სახლში. სტრიმზე ვიყავი თან. ზიوار ვლაპარაკობ და უცბად მესმის კარის ესეთი ფარდები გვაქვს აქ. როგორ აგიხსნათ? ძაფები ვიტყვით სილიკონის რა. და მაგის ხმა გავიგე და ისე ვიჯექი რომ არ ჩანდა და გადმოვდეთქი ვინ შემოვიდა, ვინ შემოვიდა და ოთუნა. შემოჩანჩალდა ოთუნა სახლში. ვერ გაძლოდა ჩემთან წამოვიდა. მე კი ნახეთ ახლა ვინ სტრიმზე ვიყავით. დარბოდა ცოცხლით ხელში აქეთ-იქით. საბუკასთან მივდივარ. დღეს რაღაცებს ჩავუტან. კვირაში ორჯერ სამჯერ ჩავდივართ ხოლმე მე და ანტონია. შეიძლება ოთუნაც გავიყოლო. ნუ ამ ეტაპზე საბას ძალიან მოწონს მისი სამსახური. ეუბნება საერთოდ არ ვიღლებიო. ძალიან ჩაულებრივად, როგორც საკუთარ სახლში ისე ვარო რა. ეს ძალიან მომშვიდობს რა თქმა უნდა და ძალიან მიხარია. ძალიან ბევრს ნიშნავს თავს როგორ გრძნობს სამსახურში რა თქმა უნდა თუ ზეწოლის ქვეშ ხარ, თუ ზემოდან გიყურებენ და რაღაც იქ ვერავინ ვერ გაჭირდა. ხოია. გამომიდა დავლიეთ ამ ამთქნარებს უკვე. მაძინებს იმიტომ რომ მელატონინა ურევია გამომილა სხვას ვერ სვამ ეს მოწონს. და უშაქროც რომ რა თქმა უნდა. რამოდენიმე კომენტარზე ვიდეო ჩავწერე რა. წინა ვიდეოდან გამომდინარე და ვფიქრობ ეგ ვიდეო არ დავდო. და აქედან გიპასუხებთ რომ ანუ ერთმა დაწერა საწყენად არ გეუბნებიო რომ შენ რო იძახიო რომ ჭკუას ნუ მარიგებთო, შენც ნუ გვარიგებ ჭკუასო. იტალია და მაფიოზები პირველად მესმისო. ჯერ მოვიძიოთ რაღაცები ინტერნეტში. მე რა ვთქვათ იტალიას და მაფიოზებზე პირველად ვგესმის. ეს არ არის რომ მაფიოზები მომდინარეობს იტალიიდან. აუდიტგანვე ესე იყო. შეიძლება რამოდენიმე ფილმს ჩაუჯდე. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული. მე მეორე გეტყოდი რომ მე თქვენ ჭკუას არ გარიგებთ. მე აქ საუბრობდი რომ
ქართველებს რომ დავინახავთ, რომ რაღაცნაირად უჭირთ. ისე ვქნათ, რომ გვერდში ამოვუდგეთ. აქ არ არის ფინანსურ გაჭირვებაზე ლაპარაკი. სხვა რაღაც თქვი და ჭკუას ნამდვილად არ გარიგე. მე ერთი კომენტარი დაიწერა. ლალი მოკარი გაგიღო და შეგიშვაო და შენ ლალის რა გაუკეთე, თუ რაღაც სისულელე. რა გავუკეთე ქალო ლალის. მე თუ ერთ ვიდეოში რაღაცა მეგობარს ვლაპარაკობ ამ ლალის იქით, მე მეგობრები ამ ყავს თუ რა ხდება. რა შუაში იყო ლალი ვერ ხვდები. მგონი შენც ვერ მიხვდი უბრალოდ. უბრალოდ რაღაცა. არ არის ხალხო ეს ტრაკის თამაში სპორტი და განებეთ თავი ყოველდღე დაიღლებით და ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე ესეთ უაზრო არაფრის მომტანი და არაფრის მთქმელი კომენტარი რო იწერვა ხოლმე ძალიან მინდა რომ ჩემი ლექსიკონით დავიწყო ხოლმე ლაპარაკი და ესეც იყო ის ვიდეოები რაც ჩავწერბე რომ არ მინდა დავდორა და ობეს და ყოველთვის არ ვარ იმ ხასიათზე. კიდევ ერთხელ მოგმართავთ. ბევრს არ უნახავს ის სტრიმი, სადაც მე აღვნიშნე. ჩემს სტრიმზე რომ შემოხვალთ, ძალიან დიდი თხოვნა იქნება. ვისაუბროთ ჩემს ირგვლივ ჩემზე და რაზეც მე ვსაუბრობ. არ დამისვა ზედმეტი კითხვები. სად არის ჟენი და ისა არ გაგცემ პასუხს უბრალოდ გამაღიზიანებ და შეიძლება არაფრის გამო ჩაგაგდო შავსიაში რა თქინდა არ მინდა მგონი თქვენც არ გინდათ ჩემდას მივეცი გამომწერები გაუპიარი არხი ეხლა თუ უნდა თავის ტრაკით აიკაჩოს და იქ მოიკითხეთ ხოლმე არ არის პრობლემა ყველას ვეხმარები აბსოლუტურად ყველას მომართავ ხელს. ხოდა იცი რომ აბსოლუტურად ყველა თითქმის ყველა ჩემი გამომწერი ვისაც მე გიყვარვართ ჩემი ხათრით გამოიწერეთ. შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ მე ამაზე პრობლემა არ მაქვს ის თქვენი გადასაწყვეტია. და არც ის არ დამიწეროთ კომენტარებში თუ როგორ ნახო მისი არხიო. ვინც ეძებს ის პაულობს. აქ 15 აგვისტო არის დასვენების დღე. სრულიად დასვენების დღე მთელს იტალიაში. და რაღაცა პატარა შეტაკებასავით მომივიდა ბებიის შვილებთან. თუ ჩვენს გვინდაო ეს 15 აგვისტო და მე ვთხარი ეს დედა თქვენია. მე ჩემი ოჯახი მაქვს. ანახე როგორ ვთხარი მე ჩემი ოჯახი მაქვს მე ვთხარი და მე ჩემს ოჯახთან ერთად მინდა გავატარო ეს დღე თქო რა. ჩვენცო, ხო, მაგრამ ეს ხო დედა თქვენია მე ვთქვი. დედა ჩემი ხო არა, არც ჩემი ბიბი არა. მე არ მოვალო ბიჭი მეუბნება. მე უკვე დაკავებული ვარ 15-ში მე. ესე რომ არ მიყვარს ხოლმე ესე ერთი რაღაცის გამო ყველაფერს ხას გადაუსვა, ამით დამოკიდებულება რომ შეხედო დამოკიდებულება შეიცვალა ხო რაღაც მხრივ. მაგრამ გამიტყდება და შეიძლება მე თვითონ წავიდე და სხვა სამსახური მოვწევ. არ მომწონს მე ეს რაღაც დედა შენია, ვალდებული ხარ, მიხედო შენ. ხოდა ძალიან მინდა ქართული სუნელები გამითავრდა აქტიურად ხალხო. აქ ვერ ყიდულობ, ვერ ნახე. გადამყიდულ ქართველებთან კიდე ყიდვა არ მინდა, იმიტომ რომ არ არის ლამაზ. მე კიდე საქართველოში არავინ არ მყავს, რომ გამომიგზავნოს, ხო და თუ ვინმე შეგიძლიათ, მინდა გადავიხდი რაც ღირს, თუმცა საქართველოს ფასებს გადავიხდი. ის კი არა ნოშკაში 12 ევრო გადავიხდი თვითონ. აქ ქართველის 40 ფასი გადავიხდი.
ვისაც არ დაგეზარებათ. ყველანაირი სუნელი მინდა აბსოლუტურად. ოღონდ კარგი მინდა რა. მინდა კინძი, მინდა უცხო, მინდა კონდარი, ქართული წიწაკა მინდა, რაღაც სხვა გემოაქვს. ხარჩო სუნელი, იმის სუნელი, ამის სუნელი, ყველაფერი მინდა. და ვისაც არ დაგეზარებათ. მითხარით რა ღირს, ფულს შეგირიცხავ და გამომიგზავნეთ. გთხოვთ. ეს თხოვნა. რა ვთქვა. თითქოს ბევრი მაქვს თქმელი, მაგრამ რაღაცნაირად ვარ. არ მინდა არაფრის თქმა. დღეს ვერ ვარ ხოდზე. არა მარტო დღეს გუშინ წინ. ვინმეს რამე დაუყვედრებია თქვენთვის? ძალიან ბევრი რამე მაქვს ბევრისთვის გაკეთებული, მაგრამ არ დამიყვედრებია. მაგრამ რომ მეწყინება ხოლმე გულის სიღრმეში, მე გულშიც ვფიქრობ მაგას და ჩემს ახლობელთან ერთადაც დავუშვათ რომ საუბრობ, ესე მოხდა, მაგრამ ესე და ესე რომ მოხდა, ამასაც დავიწყო და შენ აი რომ მაყვედრები. რაღაცასო ვიკეთებ და მაყვედრები ხოლმე ძალიან გული მტკივა. მართლა ვონდ. ძალიან ახაც დროს გავხედა სიგარეტს რო ეწევი ხოლმე. ჭიქაში ვაგდებ და რაც თქოს პლასმასის სუნე მოვიდა. გავხედე მან ჭიქიდან არ მოდის. ჩვენი ბრალი არ არის. ალა. სექტემბერში ძალიან მინდოდა დასასვენებლად წასვლა. რომში. მაგრამ არ ვიცი რამდენად წავალ. გონი ვეღარ წავალ. ჭები მტკივა, აქ მტკივა. გუშინ ოთუნამბო გაიღვიძა და ტიროდა. მის ლოგინში ჩავწექი და ჩემთვის იყო ძალიან უხეში. მეტკინა ყველაფერი ძალიან ცუდად მეწინა, ძალიან ცუდად მეწინა. მტკივა აბსოლუტურად ყველაფერი. საბუთებს რაც შეეხება თითქოს უკვე დაწყებული უნდა მქონოდა, მაგრამ საერთოდ რაღაცეები დამიგვიანა. 10 დღეში უნდა მომსულიყო საერთოდან ის კონკრეტული რაღაცეები, რაც გადავაგზავნე. და არ მოსულა, არც მეილზე არავის არაფერი არ მოუწერია. სავარაუდოდ დღეს დავურეკავ ადვოკატს და გავარკვევ, იმიტომ რომ მე საერთოდ დამირეკა უკვე. დაახლოებით 1 კვირის წინ რაღაც კითხვები დამისვა, იმიტომ რომ პატარა შეცდომები იყო ჩემს საბუთებში. და რაღაცები ჩაასწორეს. მაგრამ 10 სამუშაო დღე უკვე გავიდა. აქედან გამომდინარე მან შეიძლება ეს კვირაც დაველოდო. თუ რა ტიპის საბუთი გავაკეთე, ამას უკვე რო ავიღებ, მე გეტყვით და მე ვილაპარაკოთ ამ თემაზე. წინასწარ არაფერს არ მინდა რომ თქვა უბრალოდ. ხოდა გადაღლილი ვარ, ოღონდ არა ფიზიკურად.
ჩემო ოქროს ბუგედებო. ახლა გუშინ თეკუნამ დაიწყო აქ მუშაობა ჩემს სამსახურში, ანუ რამე თეკუნა, დღე მე ვარ. დღეს დილით ვთხარი ბებოს როგორ ჩაიარა შენმა ღამემ, ხო რა? და შენ გოგოზე ცოტა გაბრაზებული ვარო. და რატომ მევთხარი? მციოდა, რაღაც აქ ჩაბეჭდილი ბებოს, იმიტომ რომ წამოსვლამდე თეკუნას ვთხარი, რომ დედი მეთქი მანამ სანამ დაწვევი და საძინებლად ბებოს ეს პლედი მიახურე. და ზუსტად ვიცი, რომ ასექნა თეკმა. და ის რატო გაგვასდა არ ვიცი. ვთხარი თუ გინდა მეთქი სხვა პერსონას გიპოვი, მეთქი ხა მე ჩემთან ძალიან მშვიდია ეს ბებო. ანუ თეკლაზე რომ მითხრას, რომ ესე და გაბრაზებული ვარ და გაბრაზებული, ანუ თეკლაც ჩემი შვილია. შეიძლება ჩემი შვილზე რო იწახდა ხმას არ ვიღებდი, მაგრამ არ მინდა რომ რაღაცნაირად დამოკიდებულება შემიცვალოს მეც და შევხედავ რამოდენიმე დღე თეკლასაც, ბებოსაც და თუ რამე შვილებს ვეთქვი რომ სხვა ნახო. იმიტომ რომ ბებო არის ძალიან მშვიდი. არ არის აჯიტატა და რაღაც. თვალები მეხუჭება. ხო, რაც შეეხება ვისაც მოხუცებთან მუშაობის ნერვები არ აქვს, უბრალოდ არ უნდა შევიდეს და არ უნდა იმუშაოს. სრულიად გეთანხმები ამაში. იმიტომ რომ მოხუცებთან მუშაობა სჭირდება პაციენტსა, ანუ მოთმინება. თუ მოთმინების უნარი არ გაგაჩნია, თუ მოხუცებთან ურთიერთობა არ გიყვარს, ეს სამსახური უბრალოდ შენი არ არის. იმიტომ რომ საკუთარ თავს სჯი. და მე შეიძლება ცხოვრებისეულად თვითონ ცხოვრებაზე, სამყაროზე ბრაზდები, უფალს ეუბნები რატო, ან თუ შენი არ არის, უბრალოდ არ შეხვიდე. იმიტომ რომ შენ ირჩევ ამას და შენ ახლა კიდე როგორ რაღაცა მარტო ფულის გამო მიუდგები მოხუც, კი ფული პირველისია, ველოდებით ხელფას, ჩვენ ანაზღაურებას, მაგრამ შეეცადე მოხუცთან საერთო ენა გამონახო, შეეცადე მიუდგე როგორც საკუთარ ბებიას, ან თუნდაც დედას, რომელიც მონატრებული გყავს და ნამდვილად არ გაგიჭირდება. შეეცადე იგრძნო სამსახურში, თავი როგორც საკუთარ სახლში. რა თქმა უნდა, გასაუბრებას რო ჩაატარებ, ხო, პირველ დღეს თვითონ ეს შვილებს უნდა უთხრა, რომ არ მაგრძნობინო თავი როგორც ბადანტე. იმიტომ რომ დედა შენი მემაბარია, დედა შენს მე უნდა მივხედო, დედა შენი სისუფთავეზე, ჭამაზე, წამლებზე მე უნდა ვიზრო. ეს უნდა აუხსნე, იმიტომ რომ არიან ბევრს არ ესმის, ზემოდან გიყურებენ და ამ დროს ძალიან დიდ საქმეს აკეთებ და ესენი არ გიფასებენ, ხვდები? ახლა გუშინ მაგალითად ეს გოგო ჩემზე ცოტა გაბრაზებული არიან ეს შვილები. ახლა ეს რაღაც დილით მე რო ვისვენებ დასვენების დღე რომ აქვს, დილით მაინც მოვდივარ და მე მივდივარ უცვლი ბებოს რა, გამოსვლა კოლექციონე მე მეხება. ბებო რომ მოვრჩიეს ქალი მოსული არ იყო და აფიქრე მტრები გადავწმინდე რა. აი მე ხო ვიცი რომ გადავწმინდე მტრები, ჩემი ხელით გადავწმინდე. საღამოს მოვდივარ და მეუბნება რომ ქეთი მტრით იყო სახლის სავსე და რას მეუბნები მეუთხარი. აი პირდაპირ შევეტაკე პირში. მე თვითონ სველი ტილოთია, დიახ სველი ტილოთი გადავწმინდე მეუთხარი და ახლა ისა დილით მოვედი თუ არა. შევამოწმე იგივე ადგილი, ამის გადავწმინდე რომ მითხრა რა, და რაღაცა ისა მეთქი. არ არის არც მეუბნები მეუთხარი. აი ეს დამხდა დილით მეც მტვერი, კიდე მოვუსვი იმ ადგილს. და რა ვქნა, იტალია არის, ტვერი, ჩვეული მტვერი. ძალიან ბევრი მტვერი. ყველაფერი აქვს ღია, ტრიალებს ბური, შემოდის და ჩემი ბრალი. ხოდა ძალიან გაუბრაზდი, გაგუცეთ ძალიან ბევრი.
სუნელები არ დაგავიწყდეთ რა, ანუ ვისაც დრო გაქვთ თავისუფალი, თქვენი ფულით არ, ჩემი ფულით მითხარით რა ღირს ყველა ის სუნელი, რაც მე მინდა, აბსოლუტურად ყველაფერი მინდა. სვანური მარილი არ მინდა ოღონდ, მშრალი აჯიკა კიდე. და რა ღირს მითხარ, ჩაგირიცხავ და უბრალოდ გამომიგზავნე რა. გეკოცეთ ბევრი. პაკა-პაკა.